წინასწარ დაანონსებული გეგმა ჩავარდა მოძრაობა რუსთაველის გამზირის ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც თვეების განმავლობაში 4 ოქტომბრისთვის ეროვნული კრების გამართვას და ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებდა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. პოლიტიკაში დაბრუნებული მსოფლიობანის გეგმას ყველაზე დიდი მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გახონდა, რომლებიც აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არც უარყოფდნენ. თუმცა შაბათს ჯერ თავისუფლების მოედანზე გაჟღერებული მოწოდებების და მოგვიანებით პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრის შემდეგ გაჩნდა შეკითხვა. რა გეგმით მოქმედებდნენ ორგანიზატორები და შეთანხმებული იყო თუ არა ეს გეგმა აქციის მონაწილეებთან. კოორდინაციის ნაკლებობასა და შეცდომებს არც პოლიტიკური აქტორები უარყოფენ. მშვიდობიანი დამხობის გეგმის მხარდამჭერი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა ნაწილი ახლა 4 ოქტომბრის გეგმისგან გამიჯნას და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს. ამავე პარტიის ლიდერთა მეორე ნაწილი კი განმარტებებს აკეთებს კითხვაზე მიატოვეს თუ არა თანაგუნდელები დაკავების მომენტში. ცრუმოლოდინები და მორიგი იმედგაცრუება. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შაბათის გეგმის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი, აქციის ორგანიზატორებს მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ქართულ ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, რომ მშვიდობიანად დაამხოს ივანიშვილის რეჟიმი. ასე იწყებოდა რევოლუციური ზღაპარი, რომელმაც 2 თვის თავზე ღობე დაამხო. ახლა როცა გისოსები აღარ აქვს პრეზიდენტის სასახლეს, მაგრამ 1 თვეა ხაბეიშვილი და 2 დღეა რევოლუციური კომიტეტის წევრები, ძირითადად გისოსებს ხედავენ, ისმის შეკითხვა. ოქტომბრის რევოლუციის მედროშეებმა რა დაიწყეს ან რა დაამთავრეს 4-ში. თავიდანვე გეტყვით 4 ოქტომბერს იწყება და თავდება 4 ოქტომბერს. ეს პაატა ბურჭულაძის ერთადერთი პროგნოზია, რომელიც ახდა. ოღონდ ისე არა მას რომ წარმოედგინა. მეტიც ძალიან რომ არ უნდა და ზუსტად ისე ახდა. ფაქტია, თავისუფლების მოედანზე 4-ში 4-ზე ვინ სახალხო კრებისთვის, ვინ მშვიდობიანი დამხობისთვის, მაგრამ მაინც ყველა რევოლუციისთვის მივიდა, ოღონდ იმ რევოლუციისთვის, რომლის მოქმედების გეგმაც არავინ იცოდა და რომელიც რიგითი მეპროტესტეებისთვის არც არავის გაუმხელია. მიახლოებით მაინც. თუ სამზადისის პროცესში სხვადასხვა ტელეეთერებიდან აქა-იქ გადმოცვენილ თითოეულ ფრაზას არჩევთ. მაგალითად ასეთს. კობახიძის მთავარი საზრუნავი და დინარაძის იქნება აეროპორტში გაუშვებ თუ არ გაუშვებ. იქნება თუ არა აეროპორტებთან სხვადასხვა მასშტაბური აქციები იქნება პორტებთან იქნება. მათ უნდა იცოდეთ რომ ქართველი ხალხი წავა ბოლომდე. ეხა აედექით ბიჭებო, დაახვიეთ ეს ვიდეო, დაახვიეთ თქვენი საქმეები და ხუთში რაც უნდა უგრათ. მე ამ დახვეულ საქმეს თქვენ თვითონ ჩემზე კარგად იცით. დადგა 5 ოქტომბერი. 5 ოქტომბრის დილა რუსთაველზე მზიანი გამოდგა. 7 და წყნარიც. არ შემდგარი რევოლუციური ლიდერები ამ ტერიტორიიდან ღამითვე გაიყვანეს. ამ დროს რუსთაველზე ჯერ კიდევ რჩებოდა რევოლუციის იდეის მომხრეთა მცირე ნაწილი და ისიც ისეთი განწყობით, ბოლოს ქალბატონი მარიზის ერთმა ფრაზამ რომ დაიდია. მე შევწყვიტა ბრძოლას და მე დასცემია სულყელას. ამ მეხივით დაცემულ იმედგაცრუებას ოპოზიციურ ველზეც კი წინასწარმეტყველებდა ბევრი აქტორი, ვისაც რევოლუციურ კომიტეტში არ უსმენდნენ. და მაინც რა იყო ამ იმედგაცრუების მთავარი მიზეზი? შეიძლება წარსულის ტყვეობაში ჩარჩენილი აწმყო, რომელიც ისევ ვარდების რევოლუციის სურნელს ახსენებდა ბევრს. ან მაგალითად გენდერული უთანასწორობა, როცა ქალები გვერდით გაწიეს. მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. ვერ ხო ყველას გადადაშულის პარკისკენ მამაკაცური ძალა მხოლოდ და მხოლოდ. მამაკაცური ძალა თუ არა, მაშინ შესაძლოა მანამდე ნათქვამი მამაკაცური ტყუილი, რომელიც ელემენტარული მათემატიკის პირობებში ადგილზე მისულებს აქამდე აღმოუჩენელი მათემატიკური ხერხით ასწავლი და რევოლუციონერთა თვლას. ვართ 200,000-ზე მეტი, ამგას 2 მილიონიანი აუდიტორია ქართველი ხალხი. დავიდრე ასეთი თვლით თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებოდნენ იყო შეკრებამდე მრავალგზის წარმოთქმული ფუჭი პირობაც, რომელიც რევოლუციის ღონისძიებაზე მიმსვლელ სტუმრებს არწმუნებდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი აუცილებლად გაიქცეოდა. 3 ოქტომბრის ღამეს თუ არა, 4 ოქტომბრის დილას მაინც. 3-ში თუ არა, 4-ში გაიქცევა, მე ასე მგონია. ეს არის თქვენი ანალიზი თუ გარკვეული ინფორმაცია? ეს ანალიზია, ძალიან პოლიტიკოსების ანალიზია. ეს მრავალმხრივი ანალიზიც საპნის ბუშტივით გასკდა 4 ოქტომბრის დილას, როცა ის ვინც ამ ანალიზით უნდა გაქცეულიყო, მშვიდად იდგა და სულ სხვა რამეს აანალიზებდა. ბიჭებო, როგორ ახართ? ბიჭები. ოღონდ პოლიტიკური ბიჭები, ძირითადად ნაციონალური მოძრაობიდან, ახლა სად არიან რთული სათქმელია. ისევე როგორც ის, სად იყვნენ 4 ოქტომბრის ღამეს. იმ პარტიის წევრები დამხობის გეგმას სოლიდარობას რომ უცხადებდნენ და ხალხს რუსთაველის გამზირზე ეპატიჟებოდნენ. ამ შეკითხვაზე საპასუხოდ დღეს ბიჭების ნაწილი მხოლოდ ერთ ოპოზიციურ არხთან გამოჩნდა და ისიც როგორც პაატა მანჯგავაძე მეგონა რომ მოგონ სახში იყო წასული, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა რომ აი ეს ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. არ მოიკითხეთ, მე თქვენ თქვენი თანაპარტიელია და თქვენი თანაგუნდები ხომ? არის და იქნება.
ან მოკითხვის დონეზე ჩატებში რა ხდებოდა ეს ყველამ კარგად იცის ახლა რა და მე ამ შენიშვნა საკუთარ თავზე ვერ მივიღებ. თქვენ საკითხს ვსვამთ ესე რომ თითქოს და ეს ადამიანები ვინმე გაწირა, ეს ასე არ გახდათ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელთა შესახებ ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობდით. მაგრამ როგორც წინაღამით გაირკვა, არც თავმჯდომარეს ცოდნია რამე. პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრის შემდეგ ხელმძღვანელი, რომლის პარტიამაც დამხობის გეგმის მხარდასაჭერად პოლიცსაბჭო მოიწვია და რეგიონებიდან მხარდამჭერები გამოიძახა, თქვა რომ არაფერი იცოდა გეგმის შესახებ, რომლის წერაც მისი პარტიის ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დაიწყო და მერე წევრებმა მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ გააგრძელეს პაატა ბურჭულაძესთან ერთად. ამ პროცესს ყავდა კონკრეტული ორგანიზატორი და ყავს კონკრეტული ორგანიზატორი და ამას ძალიან გარკვევით ამბობდა პაატა ბურჭულაძე. ასე გადააბარა მთელი პასუხისმგებლობა რევოლუციის მხარდამჭერი პარტიის თავმჯდომარემ ერთ მომღერალს, რომელსაც ამ რევოლუციური ზღაპრის დასაწყისში თითქოს ბევრი მოძმე ჰყავდა და დღეს როცა არც სხვა ცნობილი მომღერალი ჩანს, არც ცნობილი მოცეკვავე და აღარც ცნობილი მხატვარი, რევოლუციური კომიტეტის 5 წევრს შორის ყველაზე მეტს ყველა მაინც ბურჭულაძეზე საუბრობს, რომელიც რა და 4 ოქტომბრის კრების დასაწყისში მაინც არ გაურბოდა პასუხისმგებლობას. ვინ არის პასუხისმგებელი მე ვარ. ეს კაცია და სულ ყველანი ჩვენ. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში პაატა ბურჭულაძე დაკავებულია. ისევე როგორც კომიტეტის დანარჩენი 4 წევრი, რომელთაც შესაძლოა აქვთ ბიოგრაფიული მიღწევები, მაგრამ არა ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც ბანს, რომელიც ჯერ ჰერბერტ ფონ კარაიანთან მღეროდა საოპერო არიებს და მერე ბაჩუ ახალაიასთან რევოლუციურ მელოდიას. საოპერო სცენას დიდი ხანი იყოფდა ლუჩანო პავაროტისთან და სხვა საოპერო ვარსკვლავებთან და ეს სცენა ბოლოს პოლიტიკურ სცენაში გაცვალა, რომელიც მერე ნაციონალური მოძრაობის ყოფილ მაღალჩინოსნებთან გაიყო. მაგრამ ამ სცენაზე გამოსვლისთვის ყოველთვის და ყველა ტაშს არ უკრავს. და როცა საოპერო აუდიტორიის მუდმივი აპლოდისმენტები რევოლუციური აუდიტორიის უკმაყოფილო შეძახილებმა და სტვენამ შეცვალა, საოპერო ვარსკვლავობიდან არ შემდგარ რევოლუციურ ლიდერობამდე დაქვეითებულმა ბურჭულაძემ ბოლო მიმართვაში მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ ყველაფერი შეიძლება უნდა ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა.